მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ტოლერანტობაზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა და საქართველო როგორც მულტიკულტურული ქვეყანა, რა ისტორიულ ნიმუშებს და მაგალითებს ინახავს ამ მხრივ. რა არის ტოლერანტობა? ტოლერანტობა ნიშნავს განსხვავებულობის მიღებას და პატივისცემას. ეს არის უნარი გაუგო ადამიანს, რომელსაც შენგან განსხვავებული რწმენა, ეროვნება, კულტურა თუ აზრი აქვს. ტოლერანტი საზოგადოება ის ადგილია, სადაც ყველას აქვს თავისი ადგილი და უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის, შეურაცხყოფის და დისკრიმინაციის შიშის გარეშე. რატომ არის საქართველო ტოლერანტული ქვეყანა? 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეგრძნება. საქართველო მუდამ გამოირჩეოდა სხვადასხვა ხალხისა და რელიგიის წარმომადგენლებისადმი პატივისცემით. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა იყო სივრცე, სადაც ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ ქრისტიანები, მუსლიმები და სხვა რწმენის ადამიანები. განსაკუთრებით ძველი თბილისის არქიტექტურა გვახსენებს ამ ტრადიციას. აქ ერთ უბანში შეხვდებით რამდენიმე რელიგიის ტაძარს, რაც ნათლად აჩვენებს, როგორი იყო ქართული საზოგადოება კულტურათა ღიაობისა და ტოლერანტობის მიხედვით. რა ტოლერანტული ადგილები მოინახულა ჯგუფმა? ჩვენი სამოქალაქო განათლების კლუბის იმპოსტერულ მომავლის წევრები ძველ თბილისში გასვლით ტურზე იმყოფებოდნენ, სადაც ერთ პატარა უბანში ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს 4 სხვადასხვა რელიგიური ტაძარი. მართლმადიდებლური სიონის ტაძარი, რომელიც აიგო ვახტანგ გორგასლის დროს, ესე იგი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, ებრაული სინაგოგა, რომელიც 1900 წელს არის აგებული, სომხურ გრიგორიანული ეკლესია, რომელიც დაარსდა გრიგოლ განმანათლებლების მოღვაწეობის შედეგად და დაარსების თარიღად ტრადიციულად მიჩნეულია 301 წელი და მუსულმანური მეჩეთი, რომელიც 1775 წლებში ოსმალებმა ააშენეს, რომლებსაც იმხანა თბილისი ეკავათ. ეს ტაძრები ყველაზე კარგად გვიჩვენებს, რომ განსხვავებული რწმენის ადამიანები შეიძლება მშვიდად და მეგობრულად თანაცხოვრდნენ ერთ ქალაქში. პირველ რიგში გამარჯობა და თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვენი აზრით რა არის ტოლერანტობა? ტოლერანტობა სიკეთის მომდანია შვილო, რაღაცა უნდა იყოს, ისეთი რაღაცა უნდა გაკეთდეს, რომ რაღაცა მიხედონ ხალხს, რაღაცა უნდა გააკეთონ. აბა ასე როგორც შეიძლება, ცოტა უნდა დახმარება ხალხს, უჭირს ხალხს ძალიან უჭირს. ხოქედა ვაგერზე ვარ პროფესიონალი კაცი და ორი კაბინზე მუშაობ, თან გავყიდი, თან ვერ გავყიდი და ასეთნაირად შვილო, მეტი რა ტოლერანტობა. I don't really know. Tolerance is just not to be mean to the others. Okay. So yeah. ადამიანების თანადგომა ერთმანეთის მიმართ, მათი გაჭირვების, სულხინის, თუ რა ვიცი, ყველაფრის გაზიარება. Tolerance is really the bare minimum. You know, you can tolerate a lot of things you don't like. So I think that tolerance in the most basic form is allowing something to exist. And if we're talking about tolerance between other people, it is the absolute minimum. And maybe it's not even anywhere close to understanding, and that really should be a goal. ტოლერანტობა ეს არის სინდისი, ნამუსი და პატივცემა. It's how people communicate, like if they're laying too much on political views or they do not. And about Georgian people, mostly of them, they are kind of tolerant, but sometimes as I mixed Armenian and Russian, yeah, I can feel the pressure. I think that it is really important now for people, for all people in the world, and I think that all people must be tolerant, of course, and it is really important. ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ტოლერანტობა მხოლოდ სიტყვა არ არის, ეს არის ურთიერთპატივისცემა, თანაგრძნობა და მშვიდობიანი თანაცხოვრება. ძველი თბილისის ეს პატარა უბანი ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლიათ სხვადასხვა რწმენისა და კულტურის ადამიანებს ერთად ცხოვრება, მეგობრობა და ერთმანეთის დაფასება. იმედია, ჩვენ შევძლებთ ისეთი ტოლერანტები ვიყოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს. მადლობა ყურადღებისთვის.